სკვიში. ეს ფერადი, წელვადი და ფაფუკი სათამაშო ბოლო დროს ბავშვების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ გასართობად იქცა. შესაბამისად მასზე მოთხოვნაც ქსელურ მაღაზიებსა თუ ონლაინ ვაჭრობის ვებგვერდებზე განსაკუთრებულად გაიზარდა. პარალელურად კი მშობლები ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ უფრო და უფრო ხშირად ჩივიან. ჩემ შვილს ძალიან უყვარს ქვიშები, სახლში მათი კოლექცია გვქონდა. სულ ხელში ეჭირა, ეფერებოდა, ლოყაზე ისვამდა და პირთან ახლოსაც მიჰქონდა. ერთ დილას კი ასე გაიღვიძა. თვალები შეშუპებული ჰქონდა, შემდეგ კი გამონაყარი დაიწყო და მთელ სახეზე მოედო. ამის შემდეგ ბევრმა დედამ მომწერა, რომ ასეთი სათამაშოსგან ალერგიული რეაქცია მათ შვილებსაც დაიწყოთ. ამიტომ გირჩევთ გადააგდოთ და შვილებისთვის აღარ იყიდოთ. ბავშვის დედას ექიმმა უთხრა, რომ ალერგიული რეაქცია სწორედ სქვიშის შემადგენლობამ გამოიწვია, რომელიც მავნე ქიმიკატების, საღებავების და სურნელოვანი დანამატების ნაზავია. მსგავსი ჩივილების შესახებ კი ბევრ პოსტს შეხვდებით ქართულ, ეგრეთ წოდებულ დედების ჯგუფებშიც. ჩემ შვილს ტყარწის თამაშისგან თითის ბალიშების ეგზემა დაეწყო, ამიტომ მსგავს სათამაშოებს დიდი ხანია აღარ ვყიდულობ. გიჟდება ჩემი შვილის ქვიშებზე. უკვე რამდენიმე კვირაა ხელზე სიწითლე და ქავილი აქვს. ექიმმა გითხრა, რომ შეიძლება ზუსტად ამ სათამაშოს გამოიყოს. სქვიშებს მიაქვს ჩემი სახლი, ლოგინშიც ესენი უწყვია. ჩემ უფროს გოგოს უყვარს ძალიან. პატარამ რამდენჯერმე პირში ჩადებაც სცადა. არ ვიცი რამდენად უსაფრთხოა ასეთი კონტაქტი. კითხვაზე პასუხის გასაგებად ბავშვებში პოპულარული სათამაშოს ნიმუშები შესამოწმებლად ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში წავიღეთ. ტესტი ამ შემთხვევაში მხოლოდ მძიმე მეტალების შემცველობაზე გარდება. რამდენიმე საათის შემდეგ კი ლაბორატორიაში დაბრუნებულებს ასეთი შედეგები დაგვხვდა. ბატონო დედარაბა, რა შედეგები მივიღეთ? ფაქტიურად ძიმელი თონების შემცველობა არ აღემატება დაშვებულ ნორმებს, მაგრამ რაც ამაღლებული შემცველობა არის, ეს არის დარიშხანი ჰქონდა 6 ppm-ის ფარგლებში და ტყვია ჰქონდა 8 ppm-ის ფარგლებში. ეს ამაღლებული შემცველობა სადაც უფრო განსხვავებული შეფერილობის არის. მას აქვს პატარ-პატარა ნაკეთობები, რომლებიც თქვენც კი ხედავთ, რომ საკმაოდ ადვილად სცილდება, ადვილად შეიძლება მოხვდეს ადამიანის პირის ღრუში, რომლებიც დიდ საშიშროებას წარმოადგენს. Squishy toys emit chemicals at such სქვიშებში ტოქსიკური ქიმიკატების საგანგაშოდ მაღალი შემცველობა აღმოჩნდა ავსტრალიასა და დანიაში ჩატარებულ ბოლოდროინდელ კვლევებშიც. მაგალითად, დანიის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტისას 12 სხვადასხვა სქვიშის ნიმუშიდან მომწამვლელი ნივთიერებები, დიმეთილფორმადიდი, სტირონი